კარგი, დავალებად რა გვაქვს? კარგი, ალბათ ხვალ დავამთავრებ. იმედი მაქვს ყველაფერი სწორია. დილამშვიდობისა. ნასია, ეს რა წიგნებია, მეგონა ჩვენთვის საუზმეს აკეთებდით. დანარჩენი გოგოები სად არიან? რას ვაკეთებ? რას და საშინაო დავალებას და სხვათა შორის უკვე ვაგვიანებ სკოლაში. და იცით რა, სმაილ, შენ შეგიძლია წახვიდე და დიანა გააღვიძე, იმიტომ რომ მე ვერ შევძელი. ოხ, სკოლა, ბიჭებო, გაიმზადეთ, მე დიანას გავაღვიძებ. ჩვენ ჯერ საჭმელი გვინდა. ნასია, რამე საჭმელი არის? ბიჭებო, არაფერი არ არის. თან შემოგთავაზეთ წასულიყავით მაღაზიაში, მაგრამ გეძინათ. კარგი, სკოლაში შევჭამთ. ახლა კი შევჭამდი ერთ პიცას. ჯანდაბა, მეგობრებთან ღამის გატარება საშინელებაა, ცუდად მეძინა და სკოლისთვის უნდა მოვემზადო. რომელი თმისაბნევი გამოვიყენო? ეს თუ ბაჭიას, ხო, ამას გამოვიყენებ. ეს ჯობია. ხო, მეც მშია და ცუდად მეძინა. სმაილი მთელი ღამე ეხრინავდა და გავაგდე, მაპატიე დიანა. კარგი კნოპა, ამაღამ არანაირი მეგობრები, მხოლოდ მე და შენ. დილამშვიდობისა საყვარელო, გაიღვიძე. სმაილ, დიდი ხანია გვიძავს, შეგიძლია შემოხვიდე. გოგოებო, გამარჯობა, სკოლაში რომ უნდა წავიდეთ ხوار და გავიცლათ. ბავშვებო, როგორ მივიდეთ სკოლაში? ფული საერთოდ აღარ დამრჩა. ეს პრობლემაა. კნოპა, მძღოლი მიგვიყვანს, ამიტომ ადექი და გაემზადე. დიანა, ისე შემთხვევით დედა შენი რამე ნამცხვარს ხوار მოგვიტანს. სმაილ, რა ტორტი, დედა ჩემი აქ არ უნდა მოვიდეს და არ უნდა ნახოს რაც ხდება, თორემ მეორედ ვეღარ გავიმეორებთ. წავედით. დილამშვიდობის ნასია. ვაუ, სმაილ, ყოჩახ ჩემზე მალე გააღვიძე გოგოები. სიმართლე გითხრა, გამიკვირდა. ნასია, დიდი ხანია გვიძავს. კარგი, სკოლაში წავიდეთ, იქ კაფეა და შეგვიძლია ცხელი შოკოლადი დავლიოთ. დიანა, ამაღამ აქ ვჩები ისევ. გოგოებო, იქ. ბიჭებო, რა არის? რა დაინახეთ? რამე საჭმელი არის? არა, სმაილ, საჭმელი არ არის. რომეო არის. რა, რომეო? დიანა, მგონი უკვე დროა რომ დედა შენთან მიხვიდე და უთხრა რომ რომეო თავს არ განებებს და ისევ აქ არის. მისმინე სმაილ, ჩემს მშობლებთან არ მივალ და რომეოზე წუწუნს არ დავიწყებ. უბრალოდ ახლა წავალ სკოლაში და შემდეგ დაველაპარაკებ რომეოს და ვეტყვი რომ აღარ მოვიდეს აქ. დიანა, ის რომეო გაგიჟდა. მეგონა გუშინ გააგდეთ. რომეო, მთელი ღამე აქ იყავი? მეგონა სახლში წახვედი. დიანა, მე ყოველ ღამეს აქ გავატარებ და შენი დაცვა ვიქნები. რომეო, ეს არ არის საჭირო, შენი აზრით მე დიანასთვის ვინ ვარ? სმაილ, დაწყნარდი, შენ ჩემი შეყვარებული ხარ და რომეო ჩემი მცველი არ იქნება. ამიტომ რომეო, მეორედ ეს აღარ გააკეთო, არ მჭირდება შენი დაცვა, კარგი? კარგი, წავედით სკოლაში, სანამ დედა ჩემი მოვიდა და დაგვინახა. რომეო, შენც? დიანა, მოიცადე, მანამდე ტერიტორიას შევამოწმებ, იქნებ რამე საფრთხეა, შეიძლება მწერი იყოს. ხო, კბენა შეუძლიათ. ჯანდაბა, რა გავაკეთო? ამ რომეოს რა ვუყო? ცოტა ჩუმა, თორე დედა ჩემი გაიგებს. დიანა, მოიცადე, მეც მოვდივარ. პეპერონი, ლიმონადი, ბურგერი, მეც ბურგერი. შეგიძლიათ ასე ჩქარა არ მითხრათ, ვერ ხედავთ დღეს მარტო არა ისი არ არის, ამიტომ პეპერონის პიცა, ლიმონადი და 2 ბურგერი. პიცა ხო არის მე ამბოხები სად არიან? დღეს არ დამინახავს, გაგვეცეს ხო არაც დენენ. ბიჭებო, მართლა გგონიათ რომ მე ამბოხებს უთვალთვალებ? მე სამსახური მაქვს, არც მე ამბოხებს და სხვასაც არავის უთვალთვალებ. სტელა, ბიჭებს დაუძახეთ ხო? მე რატომ უნდა დაუძახო? შენ დაუძახე. კარგი, ყველაფერი გასაგებია, ჟენია, მიდი. მრცხვენია. ჯანდაბა, გოგოებო, რა გჭირთ? გამარჯობა ბიჭებო, მოდით აქ მაგიდა გვაქვს სარიელი თქვენთვის. გამარჯობა. მე ამბოხები ხო არ გინახავთ? მერი ხო არ დაგინახავთ? მაგარია, ჩვენ დავუძახეთ აქ და მე ამბოხები აინტერესებთ. არ გვინახავთ, მე ამბოხებს არ დავყვებით. პიცა, ლატე გვინდა ჩვენ. და ჩვენ ვიცით სადაც არიან. ბანის სახლში არიან. თან მარტო არ არიან, კალათბურთელები და სმაილი არის იქ. ალბათ ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. ჯანდაბა, სად მიდის ეს სკოლა? აღარ ვიცი უკვე. შოქში ვარ, დიანა სმაილთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად? რა, ეს ინფორმაცია საიდან გაიგე? ორმაგი ყველი თუ საერთოდ არა. მოიცადე. და ნასტიას ბიჭებთან ერთად არის? ბიჭებო, ეს არ იცოდით? მთელი სკოლა ამას განიხილავს და იცით რატომ არ არიან აქ მე ამბოხები? ალბათ შეიძლება ჩაეძინათ. არა უშავს, ალბათ ღამე გაათენეს ერთად კალათბურთელებმა და მე ამბოხებმა და ახლა ერთად მოვლენ, რა პრობლემაა? საინტერესოა დიანას მშობლებმა თუ იციან რომ ასე იქცევა. არ ვიცი, შეგვიძლია დავრეკოთ და გავიგოთ. გოგოებო, ტვინი გამოიყენეთ. ჩვენთვის კარგია რომ კალათბურთელები და მე ამბოხები ერთად არიან, იმიტომ რომ ახალი ბიჭები უფრო ჩვენთან იქნებიან. ზუსტად. აქამდე როგორ ვერ მივხვდით? პიცა სად არის ჩვენი შოკოლადი? უკვე 5 წუთია ველოდებით. არ დაგავიწყდეთ რომ მარტო ვარ.
ვირთხებო, შეგიძლიათ ბაჭიების სახზე უფრო მეტი გითხრათ. ნასტია მართლა იქ არის? ბიჭებო, ასეთი გულუბრყვილოები როგორ ხართ? ნასტიაც მე ამბოხეა და რა თქმა უნდა, ერთად ცხოვრობენ. ხო, მე ამბოხეები, კალათბურთელები, უფრო დეტალურად ჩემ სტატიაში წაიკითხავთ, ხვალ გამოიცემა. მოკლედ ბიჭებო, გასაგებია, მე ამბოხეებმა საბოლოოდ დაგვივიწყეს კალათბურთელებთან ერთად ცხოვრობენ სახლში და ჩვენ კიდე მათ აქ ველოდებით. არა ბიჭებო, ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ლეილა, შენი აზრით რა გადაწყვეტეს ამ ბიჭებმა? მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი სტატიისთვის კიდევ ახალი ამბავია. შეიძლება ჩხუბი ატყდეს. მე რა უკეთესი, ახალ სტატიას დავწერ მაგაზე. ლეილა, მაგრამ დამპირდი, თუ ჩხუბი იქნება, მე არ გამაგზავნი და არ მაკითხინებ ვინ ვის დაარტყა და რა მოხდა. Яна არის დარდო მაგას შენ ვერ განდობ. პოლიციას ველაპარაკები. დიახ, მოკლედ ძმის შვილი მყავს ერთი თინეიჯერი. პრობლემურია. გუშინ საერთოდ არ მოსულა სახლში. სალათისფერო კიდე რამდენი ხანი. მიდი უფრო ჩქარაქენი. ვეძებ. სალათისფერო მალე ძალიან მძიმეა. ვიპოვებ. ოჩა სალათისფერო ამის გამო კარადა კინაღამ თავზე დაგეცა. რას გულისხმობთ უბრალოდ აქეთ იგით დადის. მეგობრებო, რომეო ხო არ გინახავთ? არა, მასწავლებელმა არ გვინახავს. ვინმე გაუჩინარდა? ხო, ჩემი რომეო გაქრა, გუშინ წავიდა სადღაც. ღმერთო ჩემო, საწყალი რომეო. მასწავლებელმა თინეიჯერი არ ყოფილიყართ. ალბათ უბრალოდ სადმე წვეულებაზეა, თქვენი რომეო დაბრუნდება. მიდი ბიჭებო, ითამაშეთ, მე ბურთს აღარ ავიღებ. არა, მეგობრებო, არ გესმით, ჩემი რომეო ჩუმი ბიჭია, თქვენნაირი არ არის, წვეულებებზე საერთოდ არ დადის. საწყალი მასწავლებელი მაიკი, როგორ ნერვიულობს? მასწავლებელი მაიკის ადგილას არ ვიდარდებდი. ხო, ეგ ბიჭი მონსტრია, რამე ყველას მოერევა. კოსტა, არაფერი გესმის, მასწავლებელი მაიკისთვის ის ბავშვია, არ აქვს მნიშვნელობა შეუძლია თუ არა ვინმეს დაარტყას. მოკლედ ბიჭებო, საკმარისია, ამას მაინც უნდა მივხედოთ. მე ტიმურს დავარტყავ, უკვე ზედ მეტი მოსდით. მეგობრებო, იქნება ეს ყველაფერი მეგობრულად მოვაგვაროთ. მეგობრული არაფერი იქნება. ბიჭებო, დაიკარგეთ. ჩვენ მოგწდევთ? არა, ჩვენ უბრალოდ სკოლაში მივდივართ. არა, ჩვენ მივდივართ სკოლაში და ჩვენს უკან მოდიხართ. ხო, ახლა მამა ჩემს დავურეკავ და მე დედა ჩემს. ლუზერებო, დაიკარგეთ. ჩვენ კალათბურთელებს ველოდებით. დაიგეთ ლუზერებო, დაიკარგეთ. პროვასტი, რა გავაკეთოთ? არაფერი, პატრიკ, წავიდეთ. სკოლაში შევდივართ. პროვასტი, ჯული, მათ არ ვაპატიებთ. მოკლედ ბიჭებო, სმალს დიანას სახელი უნდა დააუწყდეს. ტიმურს პროპასთან მისვლა უნდა ეშინოდეს. მაქსი ძალიან დიდია, მაგრამ მაინც დავარტყამ. ბიჭებო, იქნებ უბრალოდ დაველაპარაკოთ. დიანა, რას გულისხმობ, გაგვიანდებათ, ვარჯიში გვაქვს. რას ნიშნავს ყველას ჩაგეძინათ, უკვე ძალიან დავიღალი ამ ყველაფრით. დიანა, ხო, მესმის რომ ურთიერთობები გაქვთ კალათბურთელებთან და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ამის გამო ამდენ ვარჯიშს არ უნდა აცდენდეთ. მოკლედ დიანა, დღეს თუ ჩვენ ვარჯიში არ გვექნება, ამ კოსტუმს გავიხდი და მასკოტი აღარ ვიქნები, ყველაფერი მორჩება. ადრე გავეღვიძე, თავის დროზე მოვედი, ამ ხელა კოსტუმი ჩავიცვი, ახლა კიდე აქ უნდა დავждე და ველოდო ისინი როდის მოვლენ. მოკლედ მორჩა, დღესაც თუ არ მოვლენ ვარჯიშზე, ბაჭიების მასკოტობას საბოლოოდ შევეშვები. ბიჭებო, არ უთხრათ მასწავლებელმა იქს, რომ ჩემთან იყავით, თორემ მიხვდება, რომ ყველამ ერთად დავაგვიანეთ. მეგობრებო, ძალიან დავაგვიანეთ. შენი საქმე არ არის. თქვენ თავს მიხედეთ. დიანა, რამდენიმე სიტყვა მითხარი ჩემი სტატიისთვის, გამიზიარე შენი შთაბეჭდილება ამ ბანის სახლზე. ხო, იქ რას აკეთებდით? ფარტი გქონდათ და ჩაგეძინათ? ლეილა, яна, ნუ ყვირით. ბიჭებო, კარგი, გაკვეთილზე უნდა შევიდეთ. ჯანდაბა. კარგი, ჩვენ დარბაზში მივდივართ. ბიჭებო, სმაილ, გთხოვთ, არავის არ უთხრეთ ჩემს სახლში რომ დარჩით გუშინ, არავის. კარგი საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება. გასაგებია, яна, ფარტი გქონდათ და ჩაეძინათ ყველას ერთად. ლეილა, яна, შეიძლება რაღაც გთხოვოთ? яна, გაიგე? მე ამბოხებს უნდათ რომ რაღაც გთხოვონ, ხო? უაზრობაა, გოგოებო. თავს ჭკვიანად ასაღებთ. არ არის აუცილებელი იმაზე სტატიის დაწერა, როგორ გქონდა ფარტი და როგორ ჩაგვეძინა. მოდით მე ჟურნალისტს ნუ მასწავლეთ რაზე დავწერო და რაზე არა სტატია და მესამე გაკვეთილზე მოხვედით მესამე და თქვენ მაგალითი ხართ? კარგი, მე ამბოხეები მოვიდნენ მესამე გაკვეთილზე, იმიტომ რომ ჩაეძინათ. კარგით ვირთხებოთ, დაგველოდეთ. გაკვეთილების შემდეგ ნახავთ გოგოებო და თქვენ ვირთხებო, მერე დაგელაპარაკებით. როგორ უკბინე ლეილა? ხო, რა თქმა უნდა, მერე გნახავ яна. დიმა, გაკვეთილზე არ მოდიხარ? მოვდივარ. დიმა გიყვარ ვარ? რა თქმა უნდა მიყვარხარ. საუკეთესო ვარ? საუკეთესო. კარგი. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ, დამგვიანებლები მესამე გაკვეთილზე მოვიდნენ. ლეილა, ამის თქმა რა საჭიროა, მთავარია რომ მოვიდნენ და კარგად არიან. აბა ჩემი ძმისშვილი რომეო დღეს საერთოდ არ მინახავს. არ ვიცი როგორ არის. ჯანდაბა. დიანა, მთავარია რომ მასწავლებელმა მაიკმა არ გაიგოს რომ შენს ეზოში გაატარა რომეომ ღამე. ნასტია, ჩუმად იყავი. ჩვენი ბრალიც არის რომ რომეო სახლში არ მისულა.
მეგობრებო, დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება სადღაც ჩინარდებიან თინეიჯერები და მინდა თქვენი აზრი მოვისმინოთ, სად შეიძლება რომეო იყოს. მასწავლებელო მაიკ, რომეო დიდია, დარწმუნებული ვარ მეგობრებთან ერთად იყო და უბრალოდ ტელეფონი დაუჯდა. მასწავლებელო მაიკ, რომეო ჭკვიანი ბიჭია, კარგად იქნება. რომეო სულელი რომ არ ყოფილიყო მასწავლებელ მაიკს დაურეკავდა მეგობრის ტელეფონიდან. ჩემი აზრით მასწავლებელო მაიკ პოლიციას უნდა გამოუძახოთ. ლეილა თაწყნარდი პანიკას ნუ ავრცელებ, თორემ აშინებ მასწავლებელ მაიკს. მგონი რომეოს შეყვარებული ყავს. ხო, შეყვარებულები როცა ყავთ, ბიჭები თავს კარგავენ. მაშინ მე რატო არ დავკარგე ჩემი თავი? ბევრი შეყვარებული მყოლია, მაგრამ ყოველთვის ჩემს სახლში ვიძინებდი. დიმა, შენი თავი დიდი ხნის წინ დაკარგე. კოსტა, ეგ შენ თავს უთხარი, მე კარგად ვარ. მასწავლებელო მაიკ, თუ გინდა ჩვენ დაგეხმარებით რომეოს მოძებნაში მოტოციკლეტების სკოლასთან გვიყენია. ხო, შეგვიძლია წავიდეთ. რატომ მე თქვენ რო გეძებოთ? არა მეგობრებო, მან დარჩით. დიანა, შემთხვევით შენ ხო არ იცი რომეო სად შეიძლება იყოს? მასწავლებელო მაიკ, მე რომეოსთან რა შუაში ვარ? არ ვიცი, იქნებ სეირნობს უბრალოდ. სადმე, ნასია, შენ ხომ არ იცი რომეო სად არის? მე, დიანა, მე რატომ უნდა ვიცოდე რომეო სად არის? არ ვიცი, მასწავლებელო მაიკ, არ ვიცით. მოკლედ მეგობრებო, ნივთები უნდა შევაგროვოთ, კარვები ავიღოთ და რომეოს მოსაზებნად წავიდეთ. დიახ, ჩუმად მასწავლებელო მაიკ, დარწმუნებული ვარ ასეთი საჩქარო არაფერია, ცოტა ხანით დავავალდოთ. ხო, დარწმუნებული ვარ რომეო დაბრუნდება სახლში. მეგობრებო, მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ მე ვერავის ვერ დაველოდები. აბა მეგობრებო, ვინ წამოვა ჩემთან ერთად რომეოს მოსაძებნად? დიანა, ასე სწრაფად რატო გაიქეცი? რომეო? აი თურმე რომეოც. რომეო, ამდენი ხანი სად იყავი? ბიძია მაიკ, არ ნერვულობთ, ცუდი არაფერი არ გამიგეთებია. თქვენ თვითონ ხომ მითხარით, რომ გოგოები უნდა დამეცვა? და რომელ გოგოებს იცავდი? ბიძია მაიკ, მთელი ღამე დიანას ვიცავდი. ღმერთო ჩემო, რა სისულელეა. კარგი რომეო, რომელ დიანას იცავდი? ბიძია მაიკ, ამ დიანას ვიცავდი. მათ წვეულება ჰქონდათ სახლში მშობლების გარეშე. ამ დო სახლის გარეთ ვიყავი. ჩემი სტატია უკეთეს და უკეთესი ხდება. ესე იგი დიანას სახლში წვეულება ჰქონდა და რომეოს დიანას სახლთან გარეთ ეძინა და დიანა შენ ეს ყველაფერი იცოდი და არაფერი არ მითხარი. ბიძია მაიკ, კი ასე იყო, მე დიანას ვიცავდი. მასწავლებელო მაიკ, ვუთხარი რომ სახლში წასული იყო, რამდენჯერმე ვუთხარი. და თქვენი რომეო კი არ გვიცავდა, პირიქით, პრობლემები შეგვიქმნა, როგორც ხედავთ. კარგი, დიანა, ნასია და რომეო, თქვენი დღეურები მაგიდაზე დამიდეთ. მადლობა რომეო. როგორც ჩანს, ჩემი სტატია ძალიან გრძელი იქნება. Problems on problems on problems on problems on problems on problems I solve them. I run through the money, the pressure be calling. Left on my blessings. კალათბურთელებო, თქვენ გამოგვა ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. მასკოთ ყველაფერს ჩვენ უგვაგროვებთ და პატიჟებული იყავი ბაჭიების სახლში, მაგრამ უარი შენ თვითონ თქვი. ხო, ჩვენი ბრალი არაფერი არ არის, ეს შენ თვითონ გააკეთე. მასკოთ ისე მართლა ბავშვივით იქცევი. კიდე მე ვიქცევი ბავშვივით. მე ამბოხებს ვარჯიში თქვენ გამოდაუწყდით. მათზე ცუდგავლენას ახდენთ. მასკოთ დაწნარდი, მე ამბოხები დღეს ვარჯიშზე მოვლენ. უბრალოდ ახლა ბევრი რაღაც ხდება, დიანა ახლა სახლში გადადის. ხო, და მის მეგობრებიც გადადიან, მასთან ერთად უნდა იცხოვრო. კარგი, მაგრამ დღეს თუ ვარჯიშზე არ მოვლენ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ დაგშორდნენ. კალათბურთელები სკოლაში მართლა არ მოსულან. შეიძლება იქცნეს, შეიძლება უკვე იცოდნენ და ლუზერებმა დაურეგეს. იქნებ ჯობია რომ მათ დაველაპარაკოთ. ჩუმად. გესმით, ბურთის თამაშის ხმა, უეჭველი მანდარია. კალათბურთელებო, იცოდეთ რა გაფრთხილეთ. კალათბურთელებო. ვა, ბიჭებო, ნახეთ ვინები მოვიდნენ. შეხედე რა ტონით გველაპარაკებია. თუ იმისთვის მოხდით, რომ ჩვენთან ერთად კალათბურთის თამაში გინდათ, ეს არ მოხდება. ახლა კალათბურთს არავინ არ ითამაშებს. აქ დიანაზე სალაპარაკოდ მოვიდით. დიმო, ჩვენგან ვერ გაიქცევი. ბიჭებო. აბა, გისმენთ, ბიჭებო, სალაპარაკოდ არ მოსულან. გევყოთ, გაჩერდი. არა. გერა, რატო დგახარ? მიდი, მასკოც ეჩხუბე. ბიჭებო, ორი წამი დაწყნით კალათბურთელებო. კარგი, ესე იგი დღესაც არ იქნება ვარჯიში. რომეოსთან ისეთი პრობლემები გქონდა. რა? ახლა გამოიწვია. დიანა, გთხოვ, მაპატიე. გაპატიო რომეო, გაპატიო, კარგად ხარ? ყველაფერი მოუყევი მასწავლებელ მაიკს, ჩვენს წვეულებებზე და ყველაფერზე საერთოდ. რომეო, პრობლემები არ გჭირდება. ღმერთო ჩემო, რომეო, ნუ არ დაგხვდევ, არ გჭირდება შენი დახმარება. ისევ ყველაფერი გავუფუჭებ, ისევ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. გოგოებო, რა ხდება ისევ რომეოს ეპატიჟებით წვეულებაზე? არა, მასწავლებელო მაიკ, არსად არ ვეძახით და არსად არ ვპატიჟებ. უთხარით რომ არ მოგვეკაროს. თქვენი რომეო დიანას გამოტირის და საერთოდ ყველგან დასდევს. კარგით გოგოებო, წავიდეთ ვივარჯიშოთ, დღეს ვერ გავაცდენთ. მასწავლებელო მაიკ, ვარჯიშზე მივდივართ. ბიძია მაიკ, თქვენ ყოველთვის რატომ ერევით? მორჩა, შეგნით შედით, დღეიდან ყოველ დღეს სკოლაში ერთად წამოვალთ და ერთად წავალთ. მასკოთ,
ახლა ვარჯიში გვაქვს. აქ რა მოხდა? მგონი რაღაც ძალიან ცუდი. ბიჭებო, რა მოხდა? ამ წამს ძალიან დიდი ჩხუბი მოხდა. გასაგებია ხო? და ვინ გაიმარჯვა? ვერ ხედავთ. მოკლედ დიანა, სმაილი ბაჭიების სახლში არ იცხოვრობს. კნობა, შენ კიდე ტიმურს მიატოვებ. გოგოებო და მერის უთხარით, რომ ის ესევ ჩემია. რა? ორი წამით გაჩერდით, ამ წამს გაგაჩერით. კარგით, ბიჭებო, თქვენი დანახვა ამ სკოლაში აღარ მინდა. სმაილ, წამოდი. რა? სუსტების არჩევას აპირებთ? ნასტი, არავის არ ვეჩხუბებოდი, იქნები ჩემი შეყვარებული. გერა, თუ გინდა რომ შენი შეყვარებული ვიყო, შენს მეგობრებთან ყველაფერი ისე დაალაგე, რომ ამ სკოლაში პრობლემები აღარ გამოიწვიონ. მე შევთავაზე რომ ელაპარაკოთ. მაგარია ბიჭებო, დღეს თქვენ გამო ისევ არ გვექნება ვარჯიში. სმაილ, გტკივა. ხო, დიანა ძლიერია. სმაილ, არ მადარდებს, საერთოდ არ მადარდებს, ძლიერია თუ არა. მთავარია ახლა სახლში წავიდეთ და რაღაც ციუს დაგადებ, კარგი? ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და სმაილს დავეხმარო. კარგი. კარგად.